შევძელით ეს ყველაფერი ჩვენ რომ ქართული ცეკვით ეს სიყვარული და ეს ერთობა გადაგვეცა ყველასთვის აქ მაცხოვრებელი ხალხისთვის. გარეთ ერთმანეთს არესალმებოდნენ და აქ უკვე დამეგობრდნენ ანსამბლში და ერთად გასტროლებზე დადიან, საჭმელს ერთად ამზადებენ და ერთ ლუკმას იყოფენ. ძირითადად სულ სვანი მოსახლეობაც ებავდა ჩემ ანსამბლში და სვანების საპატივცემლოდ დავარქვით სახელი ენგური. თავიდან ძალიან გვიჭირდა, ძალიან ბევრ მშობელს ვთხოვე, რომ ქართული ენა ისწავლათ ბავშვებს, ამ დამატებით ესე რომ ვთქვათ, მასწავლებელთან ეტარებინათ. ფიზიკურად მუშაობდით უკვე, ეგრე იყო, ხელს სწავლობდით ფეხში და გადადგი ფეხი მარჯვენა, მარცხენა. შემიძლია ვთქვა, რომ დიდ ძალას მაძლევენ, მამხნევებენ ყოველთვის. ყველაზე მტკინვეულია ხოლმე, როდესაც შენი გაზრდილი ბავშვი დაგტოვებს და მიდის. სხვა ანსამბლში გადადის, აკადემიურ ანსამბლში ცდილობს ცეკვას, ეს პირიქით სასიხარულოა და აი რომ მივსულ ხოლმე სახში ვილბატეხილი, ლამისაი გაღონებული, ესე რომ ვთქვათ, ისწავლი და ის ვერ მოდის, ის ყველა ერთად მამხნევებს, მეუღლიდან დავიწყებ და შვილებიც რა თქმა უნდა. ძალიან რთული სიტუაცია მქონდა, მთლიანად ანსამბლი ენგური, სვანი ბავშვებით დაკომპლექტებული ჯგუფი ერთიანად წავიდა ყველა და მოვიდა 5 აზერბაიჯანელი ბავშვი. პირველი შეხება იყო ჩემი აზერბაიჯანელ ბავშვებთან, რომლებსაც ენა არ ესმოდათ, ხვდებით და ფიქრობდი, რომ ეს საქმე არ გამოვიდოდა, მაგრამ რა ვიცი, მოვიკრიბეთ ძალა და ისევ ქართული ცეკვის სიყვარულმა გავაკეთებინა ეს ყველაფერი. ნერვიულობ სულ. აი, მინდა გითხრათ, რომ კულისებში რო ვდგავარ, ყველა ძვალში, აი, რაღაცა სხვანაირად დუს ყველაფერი. დიდი მადლობები მივიღე სხვადასხვა ქორეოგრაფებისგან და ასევე სხვადასხვა ანსამბლის მშობლებისგან და რომ გაიგეს მე რომ არაქართველებიც ეკვლავდნენ, ხო, საერთოდ, რა ვიცი, ძალიან გამოხატეს ოვაციები და ოჩაღდა, რას უშვებით ამ ბავშვებს და ასე შემდეგ. არ ელოდნენ თუ მარნეულში ამ დონეზე იყო ქართული ცეკვა განვითარებული და თუ ესეც ეკვლავდნენ კიდევ აზერბაიჯანელი და სომეხი ბავშვები და ანსამბლის დაარსებიდან 2 წელიწადში ერევანში წავედით, პირველი გასვლა იყო, სადაც გრან-პრი ავიღეთ. იქიდან დაიწყო უკვე ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, სადაც გრან-პრები ავიღეთ ყველგან. ნუ დავდივართ თურქეთში, ზაფხულობით, სადაც უბრალოდ ფესტივალი არის, არ არის კონკურსი და მივიღებთ მონაწილეობას და ბრუნდებით უკან. ცხოვრება რა, ჩემთვის პირადად რა. საკვები შეიძლება ითქვას, რითიც ვიკვებები რა. ფიქრობთ სოლო კონცერტი ჩავატაროთ, თებერვლის თვეში სტუდიები გადიან ბაკურიანში ფესტივალზე. ზაფხულში ვფიქრობთ, რომ საბერძნეთში წავიდეს ანსამბლი და ალბათ სექტემბერი, ოქტომბრის ბოლოს უკვე ვფიქრობთ, რომ სოლო კონცერტი ვიცემთ. მეც არ მჯერა ხოლმე, რომ აზერბაიჯანელები არიან და სომხები არიან ბავშვები. არ აქვს ეროვნებას მნიშვნელობა, ჩვენ ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ერთი ქვეყნის შვილები ვართ. ვაკეთოთ ყოველთვის ქართული. ვფიქრობ, რომ მედია ეს ვიდრე ხელოვნება რა. ძალიან მიყვარს ქართული ცეკვა, ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ჩვენი ანსამბლი ჩემი მეორე ოჯახია. ჩვენ გვაერთიანებს სიყვარული ქართულ კულტურის და ხელოვნების მიმართ. მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს როგორც ქართველებთან, ასევე აზერბაიჯანელებთან. ძალიან კარგი მეგობრები მყავს. უკვე დიდი ხანია, რომ ქართული ცეკვა ჩემთვის უბრალო ჰობიზე მეტი გახდა. ამაში ყველაზე დიდი დამსახურება აქვს ჩვენს მასწავლებელს. მისი მხარდაჭერა გვაძლევს ძალას, რომ ვიყოთ უკეთესი და უფრო მაგარი მოცეკვავეები გავხდეთ. აქაური ვარ, მარნეულელი. მამა ჩემი არის ქართველი და რუსი, დედა ჩემი არის აზერბაიჯანელი. ქართულ ცეკვამ მასწავლა, რომ უნდა მეგობრული ვიყო და სხვას უნდა დავიხმაროთ. ჩვენი მასწავლებელი მკაცრი არის, კარგი ქორეოგრაფი არის. შენ შეგიძლია, შენ გააკეთებ და გავაკეთებ. მე ძალიან მიყვარს ქართული ცეკვა და ლევანი მას.
პირველი ადგილი აიღე ერევანში. ძალიან მხიარული ვარ, რომ მივდივარ ცეკვაზე. აქ რომ მოვიდივარ ძალიან ბედნიერ და მხიარული ვარ. აქ ბევრი მეგობრები მაქვს და ძალიან კარგები არიან. ეს ვიყავი როცა შემოვედი ანსამბლიან კურსში, ნელ-ნელა ვისწავლე ყველაფერი. წესები, ცეკვა, კულტურა. გულით არ ვიყავი არასდროს ცეკვის მიმართული. სიხარულით მოვიდნენ ამ ასამში, რადგან დახვდება ძალიან მეგობრული გარემო, ძალიან ხარს დაგიჭერენ. თუ ვერაფერს გაიგებ, მაინც როგორმე აგიხსნიან და გეხმარებენ, ძალიან მიყვარს ჩემი მეგობრები. ძალიან კარგი დამოკიდებულება ამ ყველასთან, ძალიან მეგობრულები თბილები მხარს უცდილობენ რომ დაგეხმარონ. ძალიან მოსწავლე არის ძალიან, კაცრია, მაგრამ ძალიან თბილი არის და მეგობრული ამავდროულად. კარგია რომ ამ მრავალფეროვნებაში ერთად ერთმანეთს ვიგებთ. ეროვნებას არ ეკითხება.